Victor Qepiyani GeoCases თავმჯდომარე შემოგვიერთდა მოგესალმებით მადლობა გაცემაში მონაწილეობის რთულია მაიკაბესელის არ დაეთანხმო რომ კი ძალიან რთული პერიოდია მაგრამ აი თქვენ გაქვთ მოლოდინი რომ სწორედ არჩევნებამდე არჩევნების შემდგომი ეტაპი ძალიან ბევრ რამეს გამოიტანს სააშკარაოზე და აი შემდეგ უკვე გამოჩნდება ვინ არის უფრო მასშტაბური ცვლილებებისთვის მზად და ვინ არა ეხლა მომენტისათვის ალბათ ასეთი მოლოდინის მყარი წინაპირობა და საფუძველი ჩვენ არ გვაქვს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა გუშინ ვნახეთ ქართული ოცნების მხრიდან მერობის კანდიდატის წარდგენა. კი ბატონო. ასევე ვაკვირდებით რა ხდება ოპოზიციურ სპექტრში და ჩემი თაობის ადამიანებს ახსოვთ ეგეთი პერიოდი ბრეჟნევის დროს იყო უძრაობის. აი ჩვენ რო შევხედოთ ახლა პოლიტიკურ სპექტრს ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან, ახლა არის ესეთი უძრაობის. გაჩერდა ყველაფერი, გაჩერდა, არანაირი მოძრაობა არ არის არც ერთი მხრიდან, არც მეორე მხრიდან და ჩვენ მოძრაობა რაში გვჭირდება? ჩვენ მოძრაობა მარტო იმაში კი არ გვჭირდება, რომ ინტრიგა წამოვიდე და სკანდალი. არამედ მოძრაობა იყოს განვითარების წესრიგის, მოდერნიზაციის, ამას ხშირად ვიმეორებ. არა, დღეს ახლა ეს ერთხელ გამოვიყენე ასეთი ტერმინი კადრი გაშიშებული არის და ახლა უძრაობა ამას. მაგრამ ამდენად ალბათ ასეთ მოკლე მონაკვეთში, ალბათ რამე ყოველ შემთხვევაში ჩვენ რო განცხადება გავაკეთოთ, რომ დიახ უნდა ველოდოთ რამე საფუძველი უნდა გქონდეს, თუმცა ქართული პოლიტიკა, ქართული რეალობა, რეგიონი მათ შორის და ზოგადად შიდა და საგარეო პოლიტიკა იმგვარად უცნაური რამ არის, რომ ცნობილი ნაწარმოების არ იყოს, საიდან შემოფრინდება შავი გედი და არებს ამ იმას კადრს მოიყვანს მოძრაობაში, რა თქმა უნდა, ამ მხრივ არც ქართული ოცნება არ შეიძლება მშვიდად იყოს, რომ მას გარანტირებული აქვს უღრუბლო მომავალი და ალბათ ოპოზიციურ სპექტრსაც ამ მხრივ შეიძლება რაიმე ეშვებს. ხო, ამ შემთხვევაში არ ვიცი, რატომ სრული გამიჩნდა, რომ ოპოზიციის საერთო ოპოზიციური ფლანგის ადვოკატირება გავწიო. აი უძრაობას ხო, ჩვენ უნდა გავწიოთ, ვინაიდან როგორც იცი, ბოლოს სტუმარი ვარ საერთო სეზონის, ამიტომ რაღაც ოპტიმიზმი უნდა დავტოვოთ. კი, ბოლოს სტუმარი ხარ ნამდვილად. აი შეგეკამათებოდით იგივე მათი არგუმენტებით, რომ აი როგორ უწოდებთ უძრაობას, აი განსაკუთრებით იმას, რომ ოპოზიციაზე ორი ფლანგის ნაცვლად ახლა გვაქვს 3 გამოკვეთილი და 4 პოტენციური ფლანგი და დავკონკრეტები ვის გულისხმობ. ერთ ფლანგს გულისხმობ გახარია ლელოს, რომლებიც აგერ არჩევნებში მონაწილეობენ და კანდიდატზე ვერ შეთანხმებულან, იმ ეტაპზე არიან უკვე საარჩევნო სამზადისის მისული. მეორე გულისხმობ იმ 8 ოპოზიციურ პარტიას, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან და აქვთ გეგმები 2 აგვისტოსთვის, აქვთ გეგმები წინააღმდეგობის ჯგუფების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით რეგიონებში, რომლებიც ივლიან კარდა ხალხს და არწმუნებენ, რომ ბოიკოტი უნდა გამოუცხადონ და არჩევნებზე არ მივიდნენ. აგერ ბატონო პაატა ბურჭულაძე და ლევან ხაბეიშვილი, რომლებიც კონკრეტულ გამარჯვების თარიღს ასახელებენ 4 ოქტომბერს 4 საათზე რესპუბლიკის მოედანზე, სადაც უნდა ეროვნული მთავრობა აირჩიონ და უკვე ოქტომბრის ბოლოს ბრიუსელში გააგზავნონ მინისტრთა კაბინეტის წევრები და კიდევ ერთ ფლანგს გამოვყოფდი ამ შემთხვევაში ციხეში მყოფი ზურაბ ჯაფარიძე და გიორგი ვაშაძე, ვისაც კონკრეტული გეგმა აქვს, რომ რაღაცა საერთო ოპოზიციური ფრონტი უნდა შედგეს სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. აი ამას უწოდებთ უძრაობას? კი, თქვენ აი ამ კითხვაში არაჩვეულებრივად ანატომიურად ჩამოვაყალიბეთ და დიაგნოზი დაუსვით ქართულ ოპოზიციასთან. ახლა ჩვენ გააჩნია მოძრაობას როგორ განსაზღვრავთ და აქტივობას. დიახ, აქტივობა ოპოზიციას არ აკლია, მაგრამ ეს აქტივობა არის დახსახსულობის პირობებში, რაც მას დღეს გამოარჩევს. აი რამდენი მიმართულება ჩამოთვალეთ, ახლა ვითვლიდი და შუაში დამებნა კიდევა ცვლა. და ბოლოში რო გახვედით, უკვე არ ვიცოდი რამდენი ფლანგი, რამდენი ცენტრი, რამდენი ინიციატივა თან იმაზე გამეღიმა ახლა ხო ხელისუფლების სვლა არასერიოზულად თქვენ თავად თქვით რომ მე არ გავაკეთებდი ახლა ხელისუფლების სვლაზე საერთოდ არასერიოზულად მიგაჩნიათ რომ რაღაცა ყრილობა მოეწყობა 4 ოქტომბერს 4 საათზე რესპუბლიკის მოედანზე და ტელეფონებით მოხდება მინისტრთა კაბინეტის არჩევა. იცით ახლა არ მინდა საწყენად თქვა რომელიმე კონკრეტული პიროვნების მისამართით ვინც ამ ინიციატივას სათავეში უდგას, მაგრამ ძალაუნებურად ხიმილი ვერ შევიკავე, იმიტომ რომ ასეთი ფუნდამენტური ცვლილებები ანონსდებოდეს არათუ კონკრეტულ დღეს, არამედ საათიც ვიცოდეთ უკვე. ეს ნიშნავს იმას, რომ ქართულმა პოლიტიკამ ისეთ პოლიტიკურმა აზრმა ისეთ სიმაღლეს მიაღწია ან სიღრმეს, რომ იმის იქეთ ალბათ აღარაფერი არ დარჩა. კიდევ ერთხელ ვამბობ, ახლა მე მოძრაობაში და შედეგში, მოძრაობაში და აქტივობაში გულისხმობ შედეგზე მიმართულს.
რომელიც კონსოლიდირებას, მობილიზებას უწევს ხელს ოპოზიციური ელექტორატის მათ შორის და ეხლა ჩემი აზრით ის აქტივობა, რასაც ჩვენ ვხედავთ, ეს არის უბრალოდ ხმაური ჭიქაში, ხარიშხალი ჭიქაში და ქალბატონოებმა არავითარ შემთხვევაში არ მინდა დავაკნინო არც ერთის გულწრფელობა, გახარჯული რესურსი, ემოცია, ჯანმრთელობა მათ შორის, მაგრამ ასე შედეგი არ მიიღწევა. ასე შედეგი მათ შორის იმიტომაც არ მიიღწევა, რომ თუნდაც ის სურათი, რაც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, ბატონი კალაძის ადგენა მერობის კანდიდატად და აუდიტორია. ეხლა ჩვენ აუდიტორიის მიმართ შეიძლება გქონდეს განსხვავებული წარმოდგენა, ვიღაცა გაღიზიანებას იწოდეს ჩვენში ვიღაცა მიუღებლობას, მაგრამ მთლიანად ის ადამიანების ჯგუფი, რომელიც იქ იყო თავმოყრილი, მე ამას ერთ სახელს ვუწოდებ რესურსი. ეს რესურსი დღეს, რომელიც ურთიერთდაკავშირებული არის ზოგან სარგებლით, ზოგან კომპრომატით, ზოგან ხათრით, ზოგან დაშინებით, იმდენად შთამბეჭდავია, რომ არა იმ შავი გედის ფაქტორი, ამის მორევა ასეთი აქტივობებით, რაც თქვენ ახლა აღნიშნეთ, სადაც მარგი ქმედების კოეფიციენტი ნაკლებად არის გამოკვეთილი, მე ამიტომ ფრთხილი ოპტიმიზმით, რომ არა ვერი ვთქვათ, სკეპტიციზმზე ვუდგები. სხვაჩვენს მეც გამომჩა, ანუ შემეძლო მაგალითად ოპოზიციურ ფლანგზე ერთ-ერთ მიმართულებად დამესახელებინა ის აქტივობა, რომელსაც ახორციელებს სალომე ზურაბიშვილი. ჩვენ ეკაბესელიასგან მოვისმინეთ, რომ რადგან წინააღმდეგობის პლატფორმაზე დაბრუნების მოწოდება არ ისმინა იმ ოპოზიციამ, ვისგანაც თავის დროს ჩამოყალიბდა ეს წინააღმდეგობის პლატფორმა, ახლა ის განიხილავს კონკრეტული საზოგადოებრივი, პოლიტიკურად აქტიური საზოგადოებრივი ჯგუფების მიწვევას. აი ამ პერსპექტივას როგორ უყურებთ, რომელმაც უნდა მოამზადოს საზოგადოება უკვე ძირეული ცვლილებებისთვის, ამაში იგულისხმებოდა საპარლამენტო არჩევნები. ჩვენ ერთ-ერთ გადაცემაში შევეხეთ ამ საკითხს, რომელიც ქალბატონი სალომეს ხვალინდელ პოლიტიკურ მომავალს უკავშირდებოდა. მე მაშინ გამოვთქვი ესეთი აზრი, რომ ალბათ დრო არის, რომ ის ჩაეხსნა ცოტა ცუდინად დისტანცირდეს უკვე არსებული ოპოზიციური პარტიებისგან, თუმცა ფიქრობდი, რომ დრო იყო მას საკუთარი საყრდენი პოლიტიკური ძალა შეექმნა, მაგრამ ეხლა თქვენ რასაც ამბობთ, მე ბოლომდე ვერ მოусმინე ქალბატონებას, რა თუ შუალედური ნაბიჯი არის უკვე საზოგადოებრივ ჯგუფებთან ურთიერთობის დაჭერა, რომლებიც პრინციპში ავანგარდში არიან ამ წინააღმდეგობის მოძრაობის და ძირითადი ტვირთი, მათ შორის რეპუტაციული, მორალური, მათ აქვთ თავიანთ მხრებზე ნაზიდი, ალბათ ეს შეიძლება იმ საჭირო შუალედურ ნაბიჯად ჩაითვალოს, მანამ სანამ მისი გაფორმება მოხდება კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფად თუ პარტიად. თუმცა მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ არათუ სალომე ზურაბიშვილი დისტანცირდა, როგორც თქვენ გამოთქვამდით ამ სურვილს, არამედ თვითონ ის წინააღმდეგობის პლატფორმის და თავის დროზე ქართულ ქარტიაზე ხელმომწერი პარტიები დისტანცირდნენ სალომე ზურაბიშვილისგან. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? მე იმდენად დიდი ხათრი მაქვს ქალბატონის სალომესი და იმოდენად დიდი პატივისცემა, რომ მინდა რომ მას დაუტოვოს დისტანცირების უფლება და არა სხვებს მისგან დისტანცირების. ამიტომაც ყოველთვის მას უტოვებ ამ არჩევანის საშუალებას, რომ მან მოახდინოს დისტანცირება და არა სხვებმა ჩათვალონ მისი პერსონა, მისი პოლიტიკური რენომე არასაკმარისად და მათ მიიღონ დამოუკიდებლად გადაწყვეტილება. რადგან ასე მაღალია თქვენი მისდამი ხათრი და პატივისცემა, თანაც თუ გავიხსენებთ ამ მიმდინარე სატელევიზიო სეზონის დროს ერთ-ერთი როგორ თქვა სკანდალური თემა იყო წინა საპარლამენტო არჩევნების დროს, როდესაც განიხილებოდა ტექნიკური მინისტრთა კაბინეტი, თქვენი როგორც პრემიერობის კანდიდატის, ასე ვთქვათ, ერთ-ერთ ვარიანტად განხილვის შესაძლებლობა და ჩვენ ამაზე ვსაუბრობდით ხოლმე. მოკლედ დავამოკლებ რა სათქმელს და პირდაპირ კითხავთ, თქვენს თავსაც ხომ არ ხედავთ იმ პლატფორმაზე, რომლის შექმნითაც ახლა სალომე ზურაბიშვილი არის დაკავებული? რევერანსის გარეშე გიპასუხებთ, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აბა სხვაგვარად როგორ შეიძლება მე ამაზე მეტი მორიდებული პასუხი გაგცეთ. წლების განმავლობაში ჩვენ როგორც ანალიტიკური ცენტრი, მე პირადად ჩემ თანაგუნდელებთან ერთად ვდგავართ იქ, სადაც ვდგავართ. ეს არ არის მხოლოდ ეთერებში მსჯელობის გამართვა, ეს არ არის მხოლოდ ჩვენს პუბლიკაციებში და ნაწერებში, ეს არ არის მხოლოდ დიპლომატებთან, ან სხვადასხვა სეგმენტებთან სამუშაოს და ძალიან აქტიური სამუშაოს წარმოება. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს მე ხშირად მithქვამს, უნდა მოეძებნოს ის საერთო
და საჭირო ჭურჭელი, სადაც მიემართება, რომლისკენაც მიემართება ყველა ეს ძალისხმევა, რესურსი თუ ემოცია. ამდენად თავისთავად ცხადია, ხა მე იცით ახლა არც ზედრამატიზება მინდა პასუხი, საკუთარი ქვეყნის სამსახური. ეს პოლიტიკური განაცხადია, ახლა თქვენ რასაც ამბობთ? ჩვენ პოლიტიკაში ვართ ეხლაც ამ წუთში. როდესაც თქვენ ეთერი მიყავთ და მე თქვენ პასუხობთ. საერთოდ პოლიტიკა არ არის მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის პასპორტის ჭერა. პოლიტიკა მათ შორის არის აზრის დაფიქსირება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში მონაწილეობის მიღება. მე და თქვენ ეხლა ამ წუთში სწორედ პოლიტიკით ვართ დაკავებული. სხვათა შორის ამ თემის გაგრძელებად, ამიტომაც მე არ მწამს ასეთი მცდარი თეზის, რომ სპორტი და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნული არის, კულტურა და პოლიტიკა ერთმანეთისგან გამიჯნული არის. ყველაფერი, რაც უკავშირდება გარკვეული აზრის შექმნას, პროცესის მიმდინარეობას და მასში თანამონაწილეობას, ეს არის პოლიტიკა. პოლიტიკა არ არის მხოლოდ პარტიული დოკუმენტის შექმნა, პოლიტიკა არის ქცევის კოდექსის შექმნა და ამაში ჩვენ რა თქმა უნდა ყველანი თანამონაწილენი ვართ. უფრო კონკრეტულად რომ მითხრათ, აი როგორ ხედავთ უახლოესი 2-3-4 თვის შემდეგ იმ არ ვიცი, წინააღმდეგობის პლატფორმის პოლიტიკურ ფორმაციას, ფუნქციას, ნაბიჯებს. ეს იქნება ერთი პოლიტიკური, არ ვიცი, გუნდი, ძალა, ეს იქნება პლატფორმაზე წარმოდგენილი რამდენიმე პოლიტიკური პარტია, საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გეგმებით, აი უფრო რომ რაღაცა მიგვაახლოვოთ იმ შესაძლებლობასთან, რომელიც შეიძლება წარმოიშვას აი ამ პოლიტიკურმა წინააღმდეგობის პლატფორმამ სალომე ზურაბიშვილის ხელმძღვანელობით. ბოლო დღეების სხვადასხვა განცხადებებში ხშირად გვესმის ერთი ცნობილი პიროვნების ნოსტრადამუსის სახელი. და სხვაებიც ლამობენ, რომ თანამედროვე რეალიებში გადასვაფერებული ნოსტრადამუსები იყვნენ. ახლა მე კიდევ ერთხელ ვამბობ, მე ხელმეორედ ვიხდი ბოდის, მაგრამ ეს დაანონსება კონკრეტულ თარიღებთან, საათებთან მიმართებაში ახლა არ მინდა რა, რომ ჩემი სახით კიდევ ერთი ნოსტრადამუსი გაჩნდეს ამ ეთერში. მე ვთვლი, რომ პროცესები ბუნებრივად მიგვიყვანს ჩვენ გადახალისებამდე, მათ შორის ძალიან მწარე სათქმელი არის ალბათ, რასაც ვიტყვი, ალბათ ასეთი მდორე მიმდინარეობა, ჩვენ დავიწყეთ ეთერი, ხო, უძრაობასთან შედარებით ეს ანალოგიც მოვიტანეთ, გამოიწვევს იმ საჭირო გადაღლას. მოდით ნუ ვიტყვით გაღიზიანებას, მაგრამ გადაღლას საზოგადოების დიდი ნაწილისგან, რომელსაც უნდა ცვლილება, მაგრამ უკვე კარგად აცნობიერებს რა, რომ მე-10, მე-15 და მე-20 მანდატს ამ გადახალისებისა მოლოდინის კუთხით ერთ და იგივე ძალებს ვერ მისცემს. ამიტომ ეს ალბათ ბუნებრივად მიგვიყვანს ჩვენ. ანუ ახალი სისხლი არის საჭირო ოპოზიციურ იმიტომ რომ ჩემი აზრით დღეს ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი, ისევე როგორც ტექნოკრატიული ნაწილი, აქ ეგრეთ წოდებული აი თეთრი საღელოების ფენა რო წარმოვიდგინოთ, რომ დავასახელოთ ბიზნესი იქნება თუ სხვა, ისინი გაცილებით თავიანთი განვითარების დონით, მათი აღქმით ვითარებისა როგორც შიგნით და გარეთ, ბევრად უსწრებენ ქართულ პოლიტიკურ სპექტრს. ამიტომ ეს ჩამორჩენა იმდენად თვალსაჩინო არის, რომ ასეთი გარღვევა, ასეთი ვაკუუმი დიდხანს ვერ შენარჩუნდება. ანუ ეს იქნება ბუნებრივი გადარჩევის პროცესი, შეიძლება ასე დავარქვა. ნოსტრადამუსის შემდეგ გავიხსენოთ ცნობილი ჩარლზ დარვინი და მისი ცნობილი უკვდავი ნაწარმოები, როდესაც გადარჩევა მოხდება ბუნებრივად და მხოლოდ ძლიერები დაემკვიდრებენ ადგილს. მოკლედ საინტერესო შემოდგომა. სპეკულაციური პოლიტიკა ჩაბარდება წარსულს, მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ამის. მოკლედ ძალიან საინტერესო, ასე ვთქვათ, შემოდგომა გველოდება და დარწმუნებული ვარ აი ამ მომავალი შემოდგომიდან. საინტერესო დატვირთული მოვლენებით ასევე პოლიტიკური პროცესი. თქვენ განსაკუთრებული მადლობა მინდა გითხრათ არა მხოლოდ დღევანდელი სტუმრობისთვის, არამედ მთელი წლის განმავლობაში თანამშრომლობისთვის, რომელიც თქვენგან იყო გამოხატული, თანამშრომლობისთვის ვიქტორ ყიფიანს, ჯეოკეისის თავმჯდომარეს ვთქვით, მადლობა თქვენ. ეს იყო ამ სეზონზე